ყველგან ხა ინდიაში თუ დავაყნობით, უნდა მიანიჭონ და წესე ჩემი აზრით მაინც საბოლოოდ მიიღებს ეს ადამიანი. სამოქალაქო რეესტრის პასუხი არ არის იმდენად სწორი და ცოტა ცინიკურიც კი არის. და მიანიჭონ, რა თქმა უნდა, ხა ბულგარეთის პრემიერი რო იყო, იმას ეგრევე ხელში ჩააბარეს პასპორტი და ამას რო არ მისცენ, მაინც სადაც არასწორია რა. რომ მიაჭიმ კარგი იქნებოდა. მოქალაქეობა კი ეკუთვნის. აბა ზაჯირო. რატო არ არის? არ არის, აი კაცი და ეგო. მანამდე უნდა ყოფილიყო კიდე მოქალაქე. აკაური არისო? დაიბადა კაცი. მე ეხლა ჩამოდია რუსეთიდან და აქ რო ყოფილებმა რუსეთი და ორმაგი არ შეიძლება, ახოთ ქართველია, ხო დაიბადა. ეხლა წავიდე მე სხვაგან. აკაურელი ვარ და მე არ მომწე როგორ გამურავით. ზინა ივანიშვილის შენძრიმე. ეკუთვნის, ქართველია ხო? ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემი აზრით. ახლა პრეზიდენტის როისის იმდენი ვიცი მე იმას არ ვიტყვი და რასაა საჭირო პრეზიდენტმა ჩემს უკეთესად იცის, მაგრამ რატო არ აძლევს მოქალაქეობას მითხარი შეკითხვას ვაძლევ მე პრეზიდენტს. რატო არ აძლევს მოქალაქეობას? თქვენი აზრით რატო არ აძლევს? რატო არ აძლევს და მე უფრო მეტად მოიდგამს ფეხსა და მე ამაზე ასაშიში. რა თქმა უნდა ეკო. რატო გითხულობ ჩვენ? საგაშვილს გითხებ და იმანიც თავრობამით. აუ არ მაინტერესებს ხომანება. შუს მოქალაქეობა არ მიანიჭეს და რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება? რა ვიცი, მე მგონი არც ისე სამართლიანია, რა ვიცი აბა. უნდა მიანიჭებინა თუ არა თქვენი აზრით? დიახ, მიანიჭებინა თუნდა. და მიანიჭონ, აი, საქართველოს დაბადებული გასიერება. იგი მოქალაქის მეუნიჭებლობა მე მგონი არასამართლიანია. უნდა მიანიჭონ. აი ცი ახლა მე თუ ეკუთვნის უნდა მიანიჭოს. მიანიჭეს მოქალაქეობა და თქვენ რას ფიქრობთ? სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. რატო? არგუმენტია რა? აუცილებლად უნდა მიენიჭებინა. არამც თუ მინიჭება ჩემის აზრით, რომ ჩამოართვეს ეს დანაშაული იყო. ჩვენ ვინ გვეკითხება შვილო, თავრობის საქმეა. რა იყოს ცემული მოქალაქეობა. ჩემი აზრისა უნდა მიეცეს, მე ისე საბუთით კიდე მივეცი, რომ მიეცეს მოქალაქეობა. ქართველი კაცია და საქართველოს ნარდი ქართველი. უნდა მიეცეს. ეს სატანური. და უსამართლობა თუ რამე არსებობს წერვალი. და რატო გააკეთა ეს ხელისუფლებამ თქვენი აზრით? რატო არ ეშინია.